პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებული 4 სოციალური მუშაკი კოლექტიურ დავას იწყებს. მარიამ ბურჯანაძე და ანა ენდელაძე პრობაციის ეროვნული სააგენტოდან დეკემბერში გაათავისუფლეს. ადმინისტრაციის თანამშრომელი დაგვიკავშირდა 25 დეკემბერს და შეგვატყობინა, რომ 1 იანვრიდან უკვე აღარ ვიქნებოდით სააგენტოს თანამშრომლები. მეორე სამმართველოში ჰქონდათ გამოცხადებული ასევე სოციალური მუშაკის ვაკანსია, ასევე როგორც ვიცი, აქაც აპირებდნენ გარკვეული რაოდენობის სოციალური მუშაკების დამატებას და ჩვენც როცა მოვედით უშუალოდ დამსაქმებელთან საუბრების დროს, როდესაც მათ დაგვიბარეს გასაუბრებაზე, მათი მხრიდან იყო მზაობა იმის, რომ ჩვენ ეს დატვირთვა, რაც სოციალურ მუშაკებს ჰქონდა, უნდა შეგვემსუბუქებინა მათთვის და ეს შემთხვევები ჩვენზე უნდა გადანაწილებულიყო, რადგანაც დაახლოებით 100-დან 150-მდე кейსი იყო თითოეული სოციალური მუშაკის ესე ვთქვათ, რომელსაც ასრულებდნენ და მუშაობდნენ აქტიურ რეჟიმში. სოციალური მუშაკების კადრის დეფიციტი არის მთლიანად საქართველოში და რეგიონებში განსაკუთრებით. სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათთვის სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზების გარკვევა ამ დრომდე ვერ შეძლეს. კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება ანა ენდელაძის შემთხვევაში, რომელიც სოციალური მუშაკის ვაკანსიის დასაკავებლად დედაქალაქიდან მშობლიურ რეგიონში დაბრუნდა. გათავისუფლების მომენტისთვის ის ერთადერთი სოციალური მუშაკი იყო ქუთაისის რეფერირების ცენტრში, რომელიც იმერეთ, სამეგრელოსა და რაჭა ლეჩხუმს ემსახურება. რა თქმა უნდა, ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება იმაზე, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი თანამშრომლობა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მე, რომ თბილისიდან რეგიონში დავბრუნებულიყავი, რომ იქაც ჩემი პროფესიის კუთხით ამე განმევითარებინა და შემეცვალა. ისიც აღსანიშნავია, რომ თვითონ ჩემ ცენტრში, სადაც მე ვმუშაობდი ქუთაისში, ძალიან დიდი ხანი არ ყავდათ სოციალური მუშაკი, ეძებდნენ თვეების განმავლობაში ამ კადრს და ცენტრი ვერ იფუნქციონირებს, ვერ მივლენ ბენეფიციარები ცენტრში, ვერ მიიღებენ შესაბამის სერვისებს და არავინ აღარ დარჩა ეხლა, თავისუფალია ეს ადგილი ჯერჯერობით და არავინ ასრულებს სოციალური მუშაკის საქმიანობას. როგორც სოციალური მუშაკები ამბობენ, გაუგებარია, როგორ შეძლებს სააგენტო საკადრო დეფიციტის პირობებში საქმეების სხვა თანამშრომლებზე გადანაწილებას. ჩვენს რესპონდენტებს ვკითხეთ, რა შეიძლება გამხდარიყო მათი გათავისუფლების მიზეზი. ერთადერთი გონივრული და ლოგიკური, რაც შეიძლება დარჩეს, ეს არის პოლიტიკური პროცესები მიმდინარე, რაც ქვეყანაში ხდება და ჩვენს მიერ დაფიქსირებული პოზიციები როგორც საჯაროდ, ასევე პირად საუბრებში, რაც გულისხმობდა მაგალითად მათ შორის პროფესიული კავშირის პეტიციაზე ხელმოწერას, რომლის საჯარო ხელმომწერებიც ვიყავით და შინაარსი გმობდა მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას და მხარს უჭერდა ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების გაგრძელებას. აუცილებლად მივმართავთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ დაცული იყოს ჩვენი უფლებებიც და ასევე ჩვენი ბენეფიციარებიც, ვინაიდან ძალიან დაზიანდნენ მოკლედ ამ პროცესებში. პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გათავისუფლებულმა 4-ვე სოციალურმა მუშაკმა ინდივიდუალური სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართა. პარალელურად დაწყებულია კოლექტიური დავაც, რომელშიც მათ სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ეხმარება. უკვე დანიშნული ყავს მედიატორი, რომელთან შეხვედრები აქტიურ პროცესშია და ვნახოთ, როგორ მოხდება მოკლედ ეს მოლაპარაკება. ჩვენი მიზანი არის პირველ რიგში გათავისუფლებული სოციალური მუშაკების აღდგენა, ასევე გსურს, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი იყოს შესაბამისად დარეგულირებული, ხელფასი იყოს იმ პასუხისმგებლობის და სტრესის საპირწონე, რასაც სოციალური მუშაკები ყოველდღიურად თავიანთ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ასრულებენ. ასევე საქმეთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვროს, იმიტომ რომ სოციალურ მუშაკებს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შეიძლება ითქვას ყოველდღიურად აქვს ძალიან დიდი სამუშაოზე, ან ძალიან დიდ დატვირთვაზე უწევთ მუშაობა და ამიტომაც ყოველდღიურად უწევთ ზეგანაკვეთური საქმიანობის განხორციელება. ჩვენ აუცილებლად ხმას ამოვიღებთ და ვილაპარაკებთ ამ თემაზე. პროფესიული კავშირების ინფორმაციით სახელმწიფო უწყებებიდან 2024 წლის ბოლოს 300-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ გათავისუფლების მიზეზი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პეტიციების ხელმოწერასა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება. იუსტიციის სამინისტრო, თბილისის მერია, ასევე მე მგონი როგორც ვიცით, ცესკო იყო პირველი უწყებები, საიდანაც მასობრივად მოხდა თანამშრომლების გაშვება. არა მარტო სოციალური მუშაკების,
ასევე ფსიქოლოგების, მედიატორების და ასე შემდეგ. უმეტესობა მათგანს ჰქონდა პეტიციებზე ხელი მოწერილი, რომელიც ამბობდა, რომ დიახ, საქართველოს უნდა იყოს ევროპული ინტეგრაციისკენ მიმართული და ჩვენ არ უნდა გადაუხვიოთ აი ამ გზას. ალოგიკურია დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც საქართველოში კრიტიკული დეფიციტია კადრების, მით უმეტეს განათლებული დიპლომიანი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სოციალური მუშაკების და კანონით სოციალური მუშაობის შესახებ გვეუბნება, რომ პირიქით ყოველწლიურად 50 მინიმუმ 50 კადრით უნდა გაიზარდოს ყველა სამსახურში სოციალური მუშაკების რაოდენობა. სამსახურიდან გათავისუფლებული 4 სოციალური მუშაკის თაობაზე ჩვენ პრობაციის ეროვნულ სააგენტოსაც მივმართეთ. მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.